დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. საქართველოს მასშტაბით 21 საგამოცდო ცენტრი მუშაობს აქედან. ერთ-ერთი ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლაშია განთავსებული. ზუგდიდის საგამოცდო ცენტრის უფროსის ნანა ქირიას თქმით, პროცესი მშვიდ ვითარებაში დარღვევების გარეშე წარიმართა. აპლიკანტების რეგისტრაცია 8 საათზე, საგამოცდო პროცესი კი 9 საათზე დაიწყო. შეფასებებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს ურჩევს ყურადღებით დააკვირდნენ საგამოცდო ბარათზე მოცემულ ინფორმაციას და დაიცვან გამოცდაზე მოქცევის წესები. წელს პირველად გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება. ფორმატის ცვლილება მხოლოდ ტესტის და არა პასუხების ფურცლის ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს. როგორც ყოველთვის ძალიან მშვიდად ნორმალურ პირობებში მიმდინარეობს გამოცდები, უნდა გამოცხადებულიყო 421 აბიტურიენტი, გამოცხადდა 414. ანუ 7 არ გამოცხადებულა, მათ შორის საპატიო მიზეზით არის ერთი, რომელიც ჩვენ ვიცით, წუხელ მოხდა ეტყობა რაღაცა ავიაკატასტროფაში და ამიტომ ეს ავტოკატასტროფაში და ვერ შეძლო მოსვლა. დანარჩენის მიზეზი არ ვიცით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნორმალურია. საკმაოდ რთული იყო, თუმცა თავი გავართვი და კმაყოფილი ვარ შედეგით. მეტად მარტივი იყო და ძალიან ადვილი. სიახლეს კმაყოფილი ვარ. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულია 38500-ზე მეტი აბიტურიენტი. სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე 4000-მდე სტუდენტი საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 12 პედაგოგთა საგნობრივ გამოცდაზე 22700-ზე მეტი პედაგოგი.